ქართველი თუ მსოფლიო ვარსკვლავი ერთ სცენაზე ალბათ ჩვენ თანამემამულეებს დიდხანს ემახსოვრებათ. ყველა ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ბანის პა და ბურჭულაძის დაბადების დღის მოსალოდად ჩამოვიდა. ყველაფერ ამას კი ორგანიზებას სახელოვნებო ინდუსტრია Art Palace უწევდა. ეს მაყურებელს ელოდება დაუვიწყარი საღამო. თამამად შემიძლია თქვა, რომ ისეთი, რომელიც გავს საქართველოს ჯერ არ ყოფილა და მე ვისურვებდი, რომ ამის მერე მაინც ძალიან ხშირად იყოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა ბატონ პაატა ბურჭულაძის უზარმაზარი ავტორიტეტის გამო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივილოცო მსოფლიო ბანს დაბადებიდან 60 წლის იუბილე და მაყურებელს მოუწოდო, რომ მოეშვან დასხდნენ მათ ელოდებათ მსოფლიო დონის ანახაობა. ნუ პაატას ულოცავთ მთელი სულით და გულით და რა ვიცი, ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან ნერვიულობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მას იმისთვის, რასაც ის აკეთებს თავისი ქვეყნისთვის, ის რომ ამდენი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ჩამოვიდა ამ საღამოში მონაწილეობის მისაღებად. მოსალოდნელზე დიდი აღმოჩნდა დასწრების მსურველთა რაოდენობაც, რის გამოც კონცერტი დათქმულ დროს არ დაწყებულა. მიუხედავად მესვეურების მონდომებული შრომისა, საღამოს განაწყენებული თუ კმაყოფილი პუბლიკის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი მიზეზი კი არასაკმარისი ადგილები აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზატორები კომენტარს გააკეთებენ. რაც შეეხება უშუალოდ კონცერტს. საგანგებოდ ამ დღისთვის ვიოლინოს გასაღების ფორმის უპრეცედენტო მასშტაბის სცენა აშენდა, რომლის მსგავსიც ალბათ ეკრანებიდან მეგა ვარსკვლავების კონცერტების ნახვისას თუ ღვირსებია. ხოლო ქართულ მუსიკალურ სამყაროს კი ალბათ არც კი დასიზმრებია. საღამო ქართულმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა და ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა ალენ დელონმა გახსნეს. ორკესტრს ორი მაესტრო ჯან-ლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჯველი დირიჟორობდა. მის დასასრულს კი მსოფლიო ბანს პრიმადონებმა 60 წლის იუბილე ერთად მიულოცეს. ეს იყო სასწაული, ეს კონცერტი არ იყო, ეს იყო სასწაული, ეს იყო დღე-ძეიმი ქართული ხელოვნების უპირველეს ყოვლისა და მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ჩატარდა ეგეთი დონის უმაღლესი საღამო. მე ბედნიერი ვარ და მე გილოცავთ, რომ ეს არის რაღაც სასწაული, რაც მოხდა დღეს. ძალიან კარგია კაცო, რამდენი ვარსკვლავები გვყავს, ხომ ხედავთ არა? არაჩვეულებრივი როგორი გოგოები არიან, სოფლიოს მაღალი რანგის მომღერლები არიან, პაატაც და საერთოდ მიულოცავ მე პაატა და თქვენც გილოცავთ, არაჩვეული რა კარგია, რაღაც ესეთი სადღესასწაულო განწყობაა და ვერ წარმოიდგენთ რა საოცარი განცდა იყო, ჯერ მარტო იმიტომ რომ მე მგონი სოფლიო დონის არავინ მეყოლება ასეთ შემდავებელი, რომ სოფლიო დონის ვარსკვლავები იდგნენ დღეს სცენაზე და ისინი იყვნენ ქართველები. ეს ყველა იმისთვის იყო ჩამოსული, რომ ბატონი პაატასთვის მიელოცათ იუბილე და პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე. ეს კაცი ძალიან მიყვარს და მე ვარ ერთ-ერთი უყვარს თელ საქართველოს. იშვიათია რომ მთელ ერს ასე უყვარდა, ესეთი ემოციით იყოს განსხვავებული შენდამი. კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრების დიდი ნაწილი საღამოს ერთ-ერთ გმირთან ალენ დელონთან გამომშვიდობებას ელოდა. ზოგი სამახსოვროდ ბებიებისთვის და დედებისთვის სურათის გადაღებას ითხოვდა, ზოგიც უბრალოდ ავტოგრაფს. მიუხედავად მედიის დიდი მცდელობისა, ფრანგმა ლეგენდამ კომენტარის გარეშე დაგხვდომა და მხოლოდ მსუბუქი ხელის დაკნევით შემოიფარგლა. ეს იყო არაჩვეულებრივი საღამო, აი თქვენ თვითონაც ნახეთ და უბედნიერესი ვარ რომ მოვახერხე, მივიღე მონაწილეობა ამ გრანდიოზულ ზეიმში. ეს იყო ულამაზესი, აი სუფევდა რაღაც არაჩვეულებრივად პოზიტიური და ლამაზი აურა. მე ახლა ისე ვარ დატვირთული ემოციებით და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ამ კონცერტში მონაწილეობა და ამით გამოვუხატე პაატასაც ის მადლობის დილობა, რომელიც მე სულ მაწუხებდა, იმიტომ რომ იმანაც მიიღო მიუნხენში ჩემს 60 წლის იუბილეზე მონაწილეობა. ნუ ალენ დელონი გავისანი აეროპორტში ჩამოფრენისას პირველივე მომენტიდან ის არის ძალიან სასიამოვნო, არაჩვეულებრივად თბილი და ღია ადამიანი.
არის ნამდვილი არტისტი, რომელიც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ის იყო ფილმებიდან, მაგრამ მასთან უკვე ახლო ურთიერთობა და თუნდაც მასთან მუშაობა სცენაზე დგომა ეს რა თქმა უნდა განსხვავებული და განსაკუთრებული შეგრძნება. მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე დღევანდელი საღამოდან. იმედია მსმენელის ყოფილია, მაყურებელიც და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრ ასეთ საღამოს აჩუქებს Art Palace-ი ქართულ და არა მარტო ქართულ მსმენელს. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მუსია დელონს მისთვის უცხო, მაგრამ ახლად გაცნობილი ქვეყანა და სტუმართმოყვარეობა დიდხანს ემახსოვრება. რაც შეეხება დღის მთავარ მოვლენას, ბაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილე, ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის კალენდარზე მოინიშნა.